ამ ერთი ბურგერის ფასი არის 155 ლარი და ეს არის ყველაზე ძვირიანი ბურგერი საქართველოში. ხოლო ეს არის ყველაზე იაფიანი ბურგერი ამ ვიდეოში და ამის ფასი არის 5.65 ლარი. ყველა მიცით ეს ბურგერი ჩვეულებრივი ბურგერია. როგორც ვითხრათ 5 ლარი ღირს ეს ბურგერი, მაგრამ ამ ვიდეოში თქვენ გავლოდობთ საკმაოდ ძვირიანი ბურგერები, როგორც აქვს 15 ლარი, შემდგომ 50 და ყველაზე მთავარი ბურგერი, რომლის ფასი არის 150 ლარი. რას დაუწერ ამ ბურგერს? ნუ ჩვეულებრივი ბურგერია, თქვენ იცით, ყველას გაქვთ გასინჯული, დაუწერ 10-დანაც 5 ლარისათვის საკმაოდ გემრიელია. მეგობრებო, სანამ გავაგზავნებ, აუცილებლად უნდა თქვა ის ფაქტი, რომ სულ რაღაცა 100.000-მდე დარჩა 2800 გამოწერი. აი, ძალიან ცოტაა დარჩენილი, ამიტომ ვისაც არ გაქვთ გამოწელი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. აქ ეკრანზე არიან ის ადამიანები, რომლებმაც წინა ვიდეოს ყურების შემდგომ გამოიწერეს არხი და თუ გინდათ თქვენს გამოჩნდეთ, აუცილებლად დააჭერეთ subscribe-ის ღილაკს. მოკლედ, ახლა ჩვენ კი გავსინჯავთ 15 ლარიან ბურგერს. ჩვენ მოვედით ახლა მაქსის ბურგერში, მაგრამ მე რა თქმა უნდა, მარტო არ ვიქნები რა. ჩემთან ერთად იქნება ჩემი ძმაკაცი დაჩი. ნუ თქვენ ისე დაჩი plays. დაჩი plays ვარ მე. ვიდეო დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ. აი, გიასნა. ნუ, სოთაშორო, ხო იცი რამდენი დამშა 100.000-მდე? ცოტა ძალიან, ხო? ძალიან ცოტა, 2800 ძმა. 2800 გავწუროთ ამ ვიდეოში. კაი, რას ფიქრობ ისე მოგეწონება 15 ლარიანი ბურგერი? არ ვიცი, ადრე ნაჭამი მაქვს მაქსის ბურგერი და გემრიელი იყო რა. და ცვალებადი ხასიათი მაქვს. შეიძლება აღარ მომეწონოს. შეიძლება არ მოგეწონოს? ხო. მაქსის ბურგერში ყველაზე ძვირიანი ბურგერი 15 ლარიანი. ზუსტად მაგას გავსინჯავთ. რას ფიქრობ, ანუ რას ელოდები ისე? 15 ლარისაგან რას ელოდები? შაურმას უნდა ჯობდეს რა. შაურმას უნდა ჯობდეს. კარჩევ, ნახოთ რა, ახლა მე სიმართლე რო გითხრა ახლა ვჭამე 5 ლარიანი ბურგერი მაკდონალდსში, ცუდი არ არის. მაგასთან მექნება ხო ხდები შედარება. კარჩე, მივიდეთ ახლა მაქსის ბურგერში კიდევ მეორებ ეს არა რეკლამა, ჩვენ უბრალოდ მივიდივართ ახლა გასასინჯად. დავაი აბა, შევერთ. მოკლედ ახლა ველოდებით ბურგერს და როგორც გვითხრეს, ეს არის მათი საფირმო ბურგერი და ასევე ამავდროულად ყველაზე ძვირიანი. ანუ როგორც თქვენ 15 ლარი არის ამის ფასი და შენ თქვი რომ შაურმაზე უკეთესი უნდა იყოს. შაურმაზე უკეთესი უეჭველი უნდა იყოს. ეს კიდე არაფერია დაჩი. წინ ჩვენ გველოდება ბურგერი, რომლის ფასი არის 50 ლარი და შემდგომ გველოდება ბურგერი, რომლის ფასი არის 150 ლარი. ორტივით ბურგერი უნდა იყოს. უფ. ერთი რო ვერ შეჭამს ეგეთი ისაა რა, სიდიდის. მაგრამ ნახოთ. უბანი დავპატიჟეთ. ესე მოგვიტანეს, ეს არის მათი საფირმო ბურგერი. რა სიტყვით დაჩება შეხედულებთ როგორია? არ ვიცი, ძალიან ლამაზად გამოიყურება, რაღაც ბეკონი, ყველი და რაღაცეები. ნანა, გემრიელად გამოიყურება რა. ეს არის მე მგონი ამ ვიდეოში ბოლო ბურგერი, რომელიც ესე მარტივად შეგიძლია ხელში დაიჭირო. მართლა ვამბობ რა. ეს არის ლამაზი რა, მაგრამ არც ისეთი დიდი. შემდეგი ბურგერები ბევრად დიდია, მაგას მართლა ხელში ვეღარ დაიჭირე რა. ბიჭო, არა, სიმპათიური არის და ზემოთ აქ რაღაცა ბიჭო ზეთი? ბიჭო, ისა რა. ზეთია, მე მგონი ზემოდან. საქმე იმაშია, რომ ზოგადად ბურგერებში მე ძალიან მიყვარს соуს. განსხვავებული соуსები, როდესაც არის რა. ამ ბურგერში არის განსხვავებული соуსი და ბლომადარი ხორცი, რომელიც ძალიან კარგად იგრძნობა. ანუ რამდენად მომწონს მაგას რომ ამოღავ. მოგეწონა თუ არა? აია, კაროჩე. გემრიელი. მაკდონალდის 5 ლარიანი ბურგერის მე ეს არის პროსტა მართლა კარგი. თან ბეკონიც ბლომადარი. ხორციც აქვს, ბეკონიც აქვს, რავი, ანუ ბევრი რაღაცა აქვს რა. ცოტა არ არის მართლა. ეხლა რა ვიცი, გააჩნია, აი შაურმას რო ვადარებდი თუ რაღაცა. 15 ლარი თუ გიდევს და შაურმა არ გინდა და ბურგერი გინდა, ეს ბურგერი გაგისწორდება რა. შეფასება თუ შეიძლება ბატონ დაჩი. შეფასება 10-დან? 10-დან. 10-დან ამას დაუწერდი მე 7.5-ს რა. რატო? რატო დააკელი? ანუ გემრიელია, არ ვიცი რა. გადაიხდიდი 15 ლარს თუ არა? მე რო არ ვიხდიდი. თუ არ, კი. 15 ლარისათვის ჩემთვის პირადად რაც გასაკვირი ისაა, რომ ბეკონიც საკაიფოდ იყო, იგრძნობოდა, რაც გასაკვირია რეალურად რა. და ხორციც ბლომად იყო რა. რა ძალიან მაგარია. მე დაუწერ 6. მართლა? ხო, მაინც დაუწერ და გიტყვი. რატო დააკელიო, ისე მეკითხებოდა ჩემი რა. მე მაგაზე პასუხი. соуსი ხო თქვი რომ განსხვავებულია და გემრიელია მე. მაგრამ მაგას მიჩვენია მაინც ბიგ მაკი რა. ბიგ მაკის соуსი არის ყველაზე მაგარი соуსი, რაც კი საერთოდ ბურგერებში მქონა ნაჭამი როდესმე. გამოიწერეთ რუტოს არხი 100.000-ზე თითქმის ავედით რა. ერთი სული მაქვს რა ავიდეთ. სხვათა შორის კიდევ გავიმეორებ, ეს იქნება თქვენი მხრიდან სახალხო საჩუქარი. ჩემი მიზანი იყო რომ წლის ბოლომდე ავიდეთ 100.000-ზე მეტი და ცოტა დარჩა ძალიან. ბაზარია. ხო და მეგობრებო, გამოიწერეთ არხი უნდა ავიყვანოთ 100.000 გამომწერზე, იმიტომ რომ ესეთი ჩელენჯი აქვს რუტოს და დოთიას, რომ ვინც პირველი ავა 100.000-ზე მიიღებს ზიპერასგან 2000 ლარს. ვინც პირველი ახვალთ 100.000 გამომწერზე, ზიპლაინის სახელით
გაძლევთ 2000 ლარს. რასაპირებ 2000 ლარი? გასვაპირებ 2000 ლარი? ბიჭო, მაგაზე არ მიფიქრია. შემდეგი ჩვენი ბურგერი არის 46 ლარის ღირებულების და ჩვენ მიყოფით ახლა რეალურად გუჩოისთან, მაგრამ წანა მაგაზე ვისაუბრებ. მე ახლა მინდა გაგასწროთ ჩვენი შემდეგი სტუმარი, ვისთანაც ერთადაც გავსინჯავ ამ ბურგერს. ეს არის უჩა. უჩა არის ჩემი ძველი ძმაკაცი. რა სიტყვი აბა უჩა? აუ, როგორც ჩანს 46 ლარიანი ბურგერი დავაგებოდოთ, რა? შეჭამ ბოლომდე? კი. 46 ლარი ბიჭო, ძალიან დიდი ბურგერი იქნება, გადაო. ყველა ვარია. შეჭამ? ყველანაირ კონჩი? ყველა ვარია. აი, ძმა, გადაო. დაჟე 2 საათს შევჭამ, ასე ჩელენჯს თუ დამიდევთ ახლა. ჩემს ასაც ხარ მიაყოლებ ბარემ. 3 შევჭამ. აი, გაჩერდი ძმა. კარგი, მე მაგრამ მაინტერესებს შეძლებს თუ არა ბოლომდე რო შეჭამოს ეგ ბურგერი, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდია. 15 ლარიანი იყო დიდი და 46 ლარიანი, ნუ არ ვიცი ძმაო, ძალიან დიდია რა. პლუს იმას ვიტყოდი რომ ახლა შეიძლება გამოუჩნდე ძალიან დაბალი, მაგრამ ანუ ვინც კი მყავდა ახლა სტუმრები, ყველა იყო ჩემზე მაღალი. ესენი არიან ძმაო მაღლები, დაჩი, უჩა, ესენი არიან მაღლები, თორემ მე დაბალი არ ვარ. არ ვიფიქროთ. რამდენი ხარ სიმაღლეში? 94. აჰა, ძმაო, ხო გაიგეთ რამდენისაც არის. დავაგებოდეთ. მე ზუსტად არ ვიცი, გუჩოისში არასდროს არ ვიჭამია ბურგერი, რო არ მოგატყუა. არც მე არასდროს არ მიჭამე good choice-ში ბურგერი, მაგრამ ახლა ვნახავთ რა. ახლა მოდის 46 ლარის ღირებულების ბურგერი. მე მზად ვარ ძმაო. всё, წავედით მაშინ. აბა რა სიტყვი? ბიჭო, რა ვთქვა, ძალიან დიდი ბურგერი. აი 15 ლარიან ბურგერთან შედარებით, არ ვიცი, ეს 46 ლარიან ბურგერი რაღაცა ძალიან დიდი მეჩვენება. ანუ ერთს ვიტყვი ნაღდათ რა. ამას ბოლომდე ვერ შევჭამ. ანუ ის მაინტერესებს ახლა უფრო, ანუ როგორ უნდა ჭამა ზოგადად ეს ხელთათმანები გააქვს რა. გაიკეთებ და რაღაცა მაგრამ როგორ უნდა ჩაკ ბიჭო. აუ რა ჩაკ ბიჭო. აუ რა პატარა ნაკბეჭია რეალურად ბურგერთან შედარებით. ნეტა იცოდეთ მაინც. კაი, ძმობას გაფიცებ ახლა გვანახი რა ჩაკ ბიჭი. ბურგერის 0.5% არ არის. ერთს გეტყვი რა. ერთხელ აიგე ხელში და აღარ დადო ძმა. ანუ აღარ დავდო საერთოდ. აღარ დადო ძმა. ჩემი თავის ხელა ბურგერია ძმა, დაჟე დიდია უფრო ვიდრე მე. აი საჭმელად არის რაღაც საშინელი რაღაცი რა. რა მქონდა? გემრიელია, მაგრამ რომელი ხრიდან უნდა ბიჭო, არა. არის. ეს არის 46 ლარიანი ბურგერი. 150 ლარიანი ბურგერი, რომელიც გოლოდება სხვა რესტორანში. მე იმის წარმოდგენა არ მინდა ძმა. ვაი, მე აღარ შემილია ძმა. რაღაც შეგიძლია, არ ვჭამი არაფერი. საკ ვუკ ბიჭო მართლა ვერ გავიგე. მართლა გემრიელი არის, მაგრამ საჭმელად რთულია ბიჭო, ამას ანუ ზოგადად როგორ ჭამე ძმა? ანუ მართლა. ანუ როგორ უნდა ჭამო ისე რომ არ დაიშალოს. ძალიან გემრიელია, მაგრამ ვეღარ მართლა. შესახელზე იყოს. შენ არ ხარ ნორმალური, შენ არ ხარ ადამიანი. როგორ ბიჭო? როგორ? ეს არის უბრალოდ აი როგორ გითხრა. აი სიტყვებიც არ ყოფნის მართლა. აი მართლა არ ყოფნის სიტყვებიც რამდენად ბევრია. გემრიელი არის მართლა გემრიელი. ყველაფერს პიცა ვარ, ბევრი ხორცია, ყველაფერი ბევრია და გემრიელია. აი ბეკონია, აი პროსტა ამხელა ბეკონია, ბიჭო, ამხელა ბეკონია, მაგრამ ამისთვის არ ყოფილა დიდი ყოველ შემთხვევაში. შენი შეფასება თუ შეიძლება რის მიხედვით დაუწერო? ფასიდან და გემოდან გამომდინარე. 10 ბალიანი სისტემით რო შევაფასო, მოკლედ დაუწერ დაახლოებით 7. იმიტომ რომ რაღაცები აკლდა, რაც მე მიყვარს. რა აკლდა ბიჭო, რა უნდა აკლდეს ამხელა ბურგერს ბიჭო, შენ кайფო. მოკლედ მეგობრებო, ბოდიში ვიხდი მართლა. რო ანუ ბურგერის ნახევარის ვერ შევჭამე, მაგრამ აი არ ვიცი ჩანდა თუ არა კამერაში, მაგრამ ბურგერი მართლა ძალიან დიდი იყო. ანუ მარტო ერთი ეს ბურგერი იყო 46 ლარი. კიდე ერთ შეჭამდი ეგეც? კაი ჩელენჯი მომეცილა შენ. გაჩუმდი ბიჭო, მაპარაკო. არჩე, მოკლედ მარტივად რო თქვა, ჩემი შეფასება, ამან დაუწერა 7. იქიდან გამომდინარე, რომ ამბობს რომ დააკლდაოს ყველი სოუსი და რაღაცები, ხო? ცოტა ყველაფერი. ხო, ცოტა ყველაფერი დააკლდაო. აი რაღაც მაგდაგვარს ვიტყვი მეც რა, ძალიან ბევრი ხორცია და მომენტებში თითქოს დააკლია რაღაცა სოუსი ან რაღაც. საერთოდ ჯამში მომეწონა, მაგრამ მე დაუწერ მაინც 8-ს დაუწერი რა. მე ვიტყვი ხა რაღაცა, შენ ისტორიას ჩავახსოვ გადადა. ჩვენ ვიყავით კლასელები რა. მე-7, მე-9 კლასში თითქოს სულ დავდიოდით ხოლმე დიგვის მასივში, საშაურმეში. სადაც ჭამდა ხოლმე ყველაზე დიდ შაურმას და ხანდახან მე ვერ ჭამდი ხოლმე. ტანით ყოველთვის შედარებით ჩემზე პატარა იყო, მაგრამ შედარებით ჩემზე მეც ჭამდა ხოლმე ერთი პერიოდი, მაგრამ ეხა ალბათ არ ვიცი რა. დავბერდი ძმო. და ღირსიც არის ეს ადამიანი რომ 100.000 გამოწერზე ავიყვანოთ რა. ნუ სანამ უფრო დაბერდა და გადაისვერა.
გაიხარეთ. ახლა კი გველოდება ბურგერი, რომლის ფასი არის 150 ლარი. ამ ბურგერის ფასი არის 155 ლარი და ჩემთან ერთად იქნება უჩა, რომელმაც უკვე ჩემთან ერთად ჭამა 50 ლარიანი ბურგერი და იქნება დაჩი, რომელმაც ჩემთან ერთად ჭამა 15 ლარიანი ბურგერი. არ ვიცი, ძალიან დიდია და ეს მაინტერესებს რეები აყრია ზემოდან. ბიჭო, სიმართლე რო გითხრა, ანუ ყველით ყარს რა, ანუ ძალიან ბევრი ყველი იქნება, იმიტომ რომ ანუ სუნია, კაი ყველის. გარდა ამისა, ახლა ამ ბურგერს ასევე მოყვა ყველის соуსი, კეჩუპი და კიდევ ძალიან ბევრი რაღაცა რა, მაგრამ ჩვენ უფრო გვაინტერესებს როგორ იქნება ბურგერი გემოზე. სიდიდეს თქვენ თვითონ ხედავთ, ძალიან დიდია. მით უმეტეს შედარება არ არის 50 ლარიანთან, იმიტომ რომ 50 ლარიანზე, ანუ არა თუ 3ჯერ დიდი, არამედ 5ჯერ დიდია და მე მგონი 10ჯერ. ხო არ ხადავ. მაგრამ უფრო პურია. ანუ ხო ჩანს? ეს პური, აგერ შუაში რაღაცა ორ დიდ კატლეტს ხედავ. აი პირველი რაც მოხდებათ ეს არის ყველის соуსი ძმა. აი დაჩი შენი აზრი მაინტერესებს. ბიჭო, გემრიელია რა. მაქსის ბურგერი დავაგემოვნეთ წინაზე და რავი, მაგას მირჩევნია ეს რა გემოთი. просто რავი, პური ბევრი აქვს ძალიან. ჩემი აზრით თუ გაინტერესებს, good choice-ის ბურგერი, ეს დიდი ბურგერი რაც იყო, გემოზე ბევრად ჯობია, რო არ მშიოდეს, ახლა ამის ჭამა საერთოდ არ მინდა რა. ბიჭო, მარტო პურს გზნობ. ანუ ძალიან ლაითად ან მომენტში რაღაცნაირად მოდგება ესეთი მომენტი, როდესაც ძალიან იგზნობა მარტო პური რა. 50 ლარიანი ბურგერი როდესაც ჭამე, იქ რამდენი ხორცი იყო. ანუ პურს თითქოს ვერ ბევრად კაი ვიძე იყო დაჟე. ვაა, მაქსის ბურგერსაც არ ჯობია ეხლა და მომუვალ. ჩვენ ჭამეთ მე ვჭამე უბრალოდ 3 ბურგერი. 5 ლარიანი, 15 ლარიანი და ასე 50 ლარიანი. სამივე ბურგერი ჩემთვის უფრო გემრიელი იყო ვიდრე ეს რა. მართლა, ყველაფერს ფიცა ვარ, მე მოგ ცუდად არ გამიგოთ, არ მინდა რომ იფიქროთ რამე, მაგრამ ანუ იმიტომ ღირს ამდენი რომ უბრალოდ დიდია. კავრჩე ამ ბურგერს მე დავუწერ შეფასება 10-დან 5-ს რა. ხორცი არაა ისეთი გემრიელი, როგორიც სხვა ბურგერებს აქვს. ბევრი ყველის соуსი აქვს და პური არის ბევრი რა. მე დავუწერ 10-დან 4-ს იმ მიზეზით, რომ რეალურად პურია ძალიან მართლა დიდი. ეს ჩემს ძალიან ისეთი საკითხია რა, ანუ არ უნდა იყოს მასე რა ბურგერში. ანუ ამ ხელა პური არ უნდა იყოს. ასევე რაც მე დიდად არ მომეწონა რა, ეს იყო ყველი რა. საერთოდ ყველის соуსის დიდი მოყვარული ვარ რა, ანუ ხშირად ყიდულობდი სახლშიც კი, ანუ სახლისთვის ყიდულობდი ყველის соуსი. აქ რატომაც ყველის соуსი რაღაცა დიდოა რა. რავი, ამაც ამ ბურგერს მეტყვი ბარე რა, პირდაპირ რა. თუ გონიათ რა, ამას ორი კაცი ვერ შევჭამთ, 6 კაცზე რო თხრით, ძალიან სისულელეა რა. ძალიან რომ მოინდომო ერთი კაცით შეჯამ ამას. ჩელენჯი გამოუშვით 1000 ლარზე ნაკლები არ იყოს და შევჭამთ. და ესე შეფასებით უწერ 6-ს რა, ამას მეც არ დავუწევ. მოკლედ მეგობრებო, მადლობა ვინც უყურეთ ამ ვიდეოს ამ მომენტამდე. როგორც გითხარით 100.000-მდე ძალიან ცოტა დაგვრჩა და ახალ წლამდე არის დარჩენილი ძალიან ცოტა და ჩვენი მიზანი იყო რა ვსულიყავით წლის ბოლომდე 100.000-ზე. დარჩენილია ახლა ამ მომენტში 2800 და თქვენი იმედი მაქვს.